ცეცხლოთავს დავაცილებ წებით ახალ წელს გულში ნანატრიოცნება ნება დღეს ახალი წლის საფრთხე მოვშევწოთ ფიალი დაივიწყეთ ესევლადიანი გაგიმარჯოს მადრიანო ჩემო მთაველო გაიხარეს შემოგევლეს საქართველო მოგიოცა მეგობარო მერო დაერო იგრეგრძელებ დაიხარეთ ჯერო გილოსა ბრავა ხაზეს ისურვებ ბიბლიაზეს და კარვეს სიხარულს ვიდობას და სასმადეს იხაროს ქვემადი დღალმა მოვეს დაგიე უდამ გეველოთ მრავალ ჟამიერ და ისე მრავალ ჟამიერ თოვლი და უბერყავს სამტრის მშვიდ ღამეს ფანტელებით დაფარულა არემარე რალამაზად გადართეთ და როვლით ფისფერდი ამის შემოქმედი არის ღმერთი სიხარულით მოგილოცავ და უნდა გახასწევ ყველა ქართველს დაგილოცავ ხუთეს გაჭერს და ესელი იყოს თქვენთვის ფეხბურთიერი ყოფილიყოს მარაბშვენიერი გილოცავ ამახალწეს დემო სრულველო ჩვენო ემიგრანტებო პიკნიკ და ვლილოს მებოდა დემო იხაროს თქვენმადი მოხმა მობელძალien მუდამ გევეროთ მრავალ ჟამიერ და ისე მრავალ ჟამიერ გილოცავ მრავალ ახალწელს მისურვებ ბიბლიაზეს და კარვეს სიხარულს მშვიდობას და ცასნათელს იხაროს ქვემადი მოხმა მოვეს დაგიე მუდამ გევეროთ მრავალ ჟამიერ და ისე მრავალ ჟამიერ ისე მრავალ ჟამიერ და ისე მრავალ ჟამიერ მოგესალმებით გადაცემა საჩინოდან ნაზის საჯელებზე გახსოვართ. დღეს ჩემთან სტუმრად ჩამოგზავნდა ქალაქ გორიდან
ძალიან საინტერესო პიროვნება, ნამდვილად საჩინო და მე მინდა თქვენ წარმოგიდგინოთ თავისი დიდი ხელოვნებით, თავისი ძალიან კარგი გზა გაქვთ განვლილი ბატონო დავით და ხარ დამსახურებული პიროვნება და მინდა რომ ჩემს ძვირფას მაყურებელს სწორედ თქვენ მიულოცოთ ახალი წელი. ჩვენ გვიახლოვდება 60 დღეში მშვიდობებით 2024 წელს თავისი წარმატებებით, თავისი საქმიანობით ჩვენს ყველას გვაქვს ჩვენი საქმიანობა, ჩვენი ჭივილი, რომელიც გავიარეთ 2024 წელს და შევეგებოთ 2025 წელს წარმატებებით ჩვენი ქვეყნის შვიდობა მინდა უსურვო ჩემს ქვეყანას, მინდა წარმატებები უსურვო ჩემს დიდებულ ქვეყანას, რომელსაც მე ვეთაყვანები და ჩვენი სახელით ყველა ქართველს, არა ქართველს, მოსახლეობას, ჩვენი ქვეყნის ვინც ბრძანდება, ჩვენი ქალაქის მოქალაქეები, ყველას უსურვო წარმატებები, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე თავიანთი საქმიანობაში და წინსვლა, ხვავი და ბარაკა მოეტანოს 2025 წელს ჩვენი ქვეყნისათვის და ყველა ოჯახში იყოს მშვიდობა, გამრავლება, გასძლიერება. თქვენი სახელით კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩემს ძვირფას სტუმარს და ვეტყვი მადლობა ჩამოგზავნებისათვის. ბატონი დავითი გახლავთ კომპოზიტორი, კულტურისა და ხელოვნების ფონდის თავმჯდომარე, გორის საპატიო მოქალაქე. გორის საპატიო მოქალაქის სიგერის მისაღებად სცენაზე ვიწვევთ კომპოზიტორს, მრავალი საესტრადო და მცირე ფორმის კლასიკური ნაწარმოების ავტორს, გორის გამოჩენილ მოღვაწეთა მემორიალური დაფების შექმნის ინიციატორს, კულტურის დარგის აქტიურ მოღვაწეს, კულტურისა და ხელოვნების აღორძინების შიდა ქართლის რეგიონული ფონდის თავმჯდომარეს, ღირსების ორდენის კავალერს, ბატონ დავით ქიტიაშვილს, სიგელს გადასცემს საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი გიორგი ხატიძე. მეგობრებო, ძალიან დიდი პატივია, როცა საზოგადოება წარგადგენს ასეთ ძვირფას ჯილდოზე და ძალიან დიდი პატივია კიდევ მთავრობა რომ დაგაჭიროებს. უღრმესი მადლობა გორის საზოგადოებას და გორის მუნიციპალიტეტს. ძალიან დიდი მადლობა. და ძალიან ბევრი ლეგალიები აქვს და თვითონ გვიამბობს ამის შესახებ და ეხლა კი მინდა კლიპით დავიწყოთ ჩვენი საახალწლო კლიპით მინდა დავიწყო ჩვენი შეხვედრა და ჩვენი გადაცემა. ბატონო დავით, მოგესალმებით დიდი პატივის სცენით და უნდა მიამბოთ როდიდან შევდექით ხელოვნების გზას, რა ასაკიდან მოდიხართ? ჩვენ ვიცით რომ ხელოვანი ადამიანი ამას ბავშვობიდან იწყებს და გვიამბეთ თქვენი განვლილი ცხოვრება და შემდგომ გავუშვებთ ჩვენ თქვენს დანარჩენ კლიპს. დანეთ. დიდი მადლობა ქალბატონაზე, ვიდრე მოგახსენებდეთ ჩემს ბავშვობიდან დაწყებულ ცხოვრებას და შემოქმედებას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, მივესალმოთ თქვენს მაყურებელს და მეც შევუერთდეთ თქვენს მილოცვას ახალწელთან დაკავშირებით. მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს, ისურვებთ ჯანმრთელობა და მშვიდობა, ეს აუცილებლად. და ამ 2025 წლიდან თქვენს ღია ფარჯრებში სულ გესმოდეს მრავალჟამიერი ხმა. ამინ, გისმინოთ იცოცხლეთ და გაიხარეთ. მადლობა. მადლობა. მოგეხსენებათ მე დავიბადე ქალაქ გორში და საერთაშორისო სამართლს მე ყველგან ვაღიარებ
და არ უმალავდა არც არის დასამალი რომ ჩემს მუსიკოსად ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს ჩემმა მშობლებმა. ბავშვობიდანვე ჯერ მე ისევ სიტყვად ბავშვი ვიყავი რომ სხვადასხვა კონცერტებზე მივყავდი ვესწრებოდით გორში ჩამოდიოდნენ სხვადასხვა საესტრადო ანსამბლები დაწყებული ორერა დიელოდან დამთავრებული ციცინათელა აისი და ასე შემდეგ და ამ კონცერტებს ვესწრებოდი მე გარდა იმისა რომ ჩემი მშობლები არ იყვნენ დიდი ხელოვანი ხალხი ისინი ხელოვნების დიდი მოტრფიალენი იყვნენ მამა გახლდათ რიგითი მძღოლი დედა ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მაგრამ მათ ძალიან უყვარდათ მუსიკა მამა სხვადასხვა ძალიან კარგად ფლობდა აკორდეონს იცოდა აკორდეონზე დაბრა დედა კიდევ ფორტეპიანოზე უკრავდა შესანიშნავად და ამდენად ჩაითვალა ის რომ მეც მუსიკალური ოჯახიდან წამოვედი და აქედან ჩამენერგეს მე ბავშვობიდანვე მუსიკისადმი სიყვარული მშობლებმა ნუ გადავწყვეტ რომ მისულიყავი და ჩავრცულიყავი საფორტეპიანო დაყოფილებაზე მუსიკალურ სკოლაში დედამ წამიყვანა პედაგოგთან შემამოწმეს და აღმოჩნდა აბსოლუტური ნიჭი მუსიკისადმი მაგრამ მიუხედავად ამისა უნდა გითხრათ პატარა ალბათ კურიოზად შეიძლება ჩაითვალოს რომ მისაღებ გამოცდაზე მაინც ჩამჭრეს და გამომისტვრეს საკეთ და რა იყო მიზეზი კომისია მეკითხება გამოცდაზე რომ აბა გვითხარით რა არის გასაღები მე ცოტა დავიბენი გასაღები რა ვიცი რა არის ახლა მიმეორებენ კითხვა სხვადასხვა ფორმით რომ აი რა შეხვარო გასაღებს რა არის გასაღები რისთვის გვჭირდება გასაღები მე ვერაფერი ვერ უთხარ ისეთი მათთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი და უთხრა რომ გასაღები ის არის კარებს რო აღებენ მეტ ისტორია კომისიის წევრებმა გულიანად იხარხარეს და გამომისტვრეს მე ვადანაშაულებთ მათ იცით მაინც უნდა მიუნიშნო პატარა ბავშვის ჯერ სკოლაში არ არის მან არ იცის ანაბანა მუსიკალური ხო ტერმინოლოგია არის ის და ეკითხები რა არის გასაღები ის მერე სწავლობს ვიოლინოს გასაღები ბანის გასაღებს ხო და ეს ცოტა არის მე მინდა გითხრათ ცოტა დანაშაულიცა ცოტა უნდა მიუნიშნო რაღაცით აი მუსიკალური გასაღები თქვა რას წარმოადგენს იტყვი ხო ბავშვი მაგრამ ამას შემდგომ სწავლობს ბავშვი და ამისაღებ გამოცდებზე მე მგონი ეს არ იყოს სწორი შეკითხვა თქვენი სტეპარტით მე ერთ კურიოზს მოყები რაც მე გადამხდა ეხლა რაც მიაბეთ უცებ ეს მინდა რომ გავიხსენო და ამავანმა დღესაც უნდა გაითვალისწინოს თქვენი და ჩემი შემთხვევაც მე როდესაც ვაბარებდი სამუსიკო სკოლაში ეს ხდება ბათუმში და გავედი სმენა გამიშინჯეს კარგი სმენა გქონდა აბა ახლა გვიმღეროთო და მაშინ იყო ყველა მღეროდა კრეჭი მაკრატელი და მე არ ვიმღერე კრეჭი მაკრატელი და ვიმღერე გამიგონია მთვარიან ღამეს მარიხ გოძიაშვილის რომანსი იოსებ ნონეშვილის სიტყვებზე ნუ ახლა ბოლომდე წეს პატივი მინდა გითხრათ არ შემაჩერეს მაგრამ როდესაც დავასრულე მითხეთ შენი დედიკო სად არის თქვი მელოდება დაბლა აბა წადი მოიყვანეს შენი დედიკო და რა მოვიდა დედა ძალიან გაოცებული და დაიწუნესო დედამ და იცით რაო ქალბატონო ვერ მივიღებთ თუ პროგრამით არ იმღერაო კრეჭი მაკრატელი იყო პროგრამაში და კიდევ რაღაცა ისეთი სიმღერები იყო მაშინ საბავშვო ძალიან ბევრი იყო მაგრამ მე არ ვიმღერე მე ის არ მომწონდა და მომწონდა ეს სიმღერა და ვერ მივიღებთო
გაისათო ისწავლოს თუ კრიჭი მაგრატელი და მოვიდეს და იმღეროს და ჩავრიცხავთო. დედა ძალიან შეწუხდა, მეც შევწუხდი ძალიან და ერთი პედაგოგი ბრძანდებოდა აბატონის სოსო მიჩელდაზე, რომელიც შემდგომ ჩემი სოლფეჯიოს პედაგოგი იყო, ჰარმონიას მიკითხავდა სასწავლებელში და მუსიკალურ ანალიზს მიკითხავდა და წამოდგა და ეუბნება კომისიის წევრებს, რომ მე ამ ბავშვს ვერ დავწერო ორიანსო. ბავშვმაო აბსოლუტურად არანაირი დეტონირებული ბგერა მას არ გაუჟღერებია. იმღერა რა ტონალობაში დაიწყო, იმ ტონალობაში დაასრულა. მე როგორც თეორეტიკოსი ამას საუბრობ. მეო არა, მე წინააღმდეგი ვარო. ეხლა რა ხნალის წინააღმდეგია ერთი და ასაბუთებს ამას და გადაწყდა ასეთი რამ, რომ მე უნდა ჩავირიცხო ვიოლინოზე და თუ არ მომეწონება გაისად ვისწავლე კრიჭი მაგრატელს და ჩავაბარებ ისევ გამოცდებს და მოვეწყობი მუსიკალურ სკოლაში. ნუ რა თქმა უნდა დედა ცოტა არის კმაყოფილი, მაგრამ გადაწყდა რომ უნდა ჩავერიცხე. მართალი გითხრათ ბატონო დავით 30 გოგონა იყო. მე ერთი ვიყავი ვიოლინოზე. ისეთი დიდი მადლობელი ვარ ამ ადამიანს, რომელიც გარდაცვლილია ნათელი და სანტელი მის სულს, ხო? რომ მე აბსოლუტური სმენა განმევითარდა, გემოვნება მუსიკალური და იმიტომ არის რომ მე დღეს რომანსებს ვმღერი მისი უდიდებულესობას. შეიძლება არ მემღერა მე რომანსები, არამედ მემღერა ლირიული სიმღერები, თქვა საესტრადო, არა ეს ჟანრი თვითონ ვიოლინა მიბიძგა კარგი გაგებით და დღეს რა თქმა უნდა ჩემი მოგზალებული სიტყვას ვამბობ რომანსებში. აი ეს უნდა იყოს მაგალითი, რომ ბავშვი არ უნდა გაითვალისწინო ბავშვის ნიჭიერება და ის შეკითხვაც უნდა დაუსვა, რომელიც მისაღებია იმ ბავშვისათვის, ის გამოცდაზეა, ნერვიულობს და შენ ეკითხები ისეთ რამეს, რომელმაც მან უნდა ისწავლოს პირველ კლასში, სადღაც პირველ მეოთხეშიც არა, აი მეორე მეოთხეშიც და ასე რომ თქვენი ეს კურიოზი გამახსენა ჩემი კურიოზი და მადლობა დღევრებით ამისათვის. გავაკეთებთ შემდგომ და სხვათა შორის აქედან გამოძევებული მშობელმა წამიყვანა მაშინ ესე იგი გამოცდები ბარდებოდა კიდევ იყო სარაიონო კულტურის სახლში არსებობდა მუსიკალური სტუდია და გამოცდები ცოტა გვიანი იწყებოდა და უკვე შემდეგში ამ სარაიონო კულტურის სახლს მივაშურეთ და იქ უკვე ჩავაბარე ფორტეპიანოს განხრით და მოვეწყე სარაიონო კულტურის სახლის სამუსიკო სტუდიაში. მაგრამ მე არ დავნებდი ამას და არ დავჯერდი და მომავალ მეორე წელს ისევ მივედი მუსიკალურ სკოლაში. კარგი გაგიკეთებია. ახლა უკვე ვიოლინოს განხრით ჩავაბარე. ისე რომ პარალელურად უკვე მიწევდა სწავლა აქეთ ფორტეპიანოზე, იქით ვიოლინოზე, ისე რომ უკვე დამთავრებული მაქვს ორივე განხრა. და იცით უკვე რა არის გასაღები. კი და უკვე დღეს ვიცი რა არის გასაღები. სხვათა შორის იმ პერიოდში მომწონდა და მიყვარდა საკუთარი მელოდიების შექმნაც, პატარ-პატარა მელოდიების შექმნა და ნუ ვისწავლე ნოტების ნოტებით მონიშნა ამ მელოდიის, რო არ დამივიწყებოდა. სანამ მუსიკალური სკოლა დავამთავრე, უკვე შემეძლო ნოტების წერა იმ დონეზე, რა დონეზეც მე ამ მელოდიებს ვქმნიდი. შემდეგ როცა წავედი უკვე სრულები უკვე გამიჩნდა რომ ცოტა მაღალ საფეხურებზე მესწავლა, დავედი და ჩავაბარე მუსიკალურ სასწავლებელში. მაგრამ აქ უკვე რახანეს საკომპოზიციო რაღაც ელემენტები მომწონდა. მე ვიფიქრე რომ ახლა კომპოზიტორი რომ გამოვიდე, ამას
არ ჭირდება იმდენად საბუნდო, ვოკალური ან თქვათ ამას უფრო ჭირდება ელემენტარული საკითხების ცოდნა. ნოტების წერა, გზილებები, ზომები და ამდენად ჩავაბარე თეორიული განხრით. ძალიან კარგი გზა ჭირეთ. და სხვადასხვის გამოცდებზე, როდესაც საბუთები შევიტანე, მას დაურთე ჩემი ნაწარმოებებიც, ეს ჩაწერილი ნოტები ნაწარმოებები. მაშინდელმა სასწავლებლის დირექტორმა რომ ნახა ეს ჩემი ნაწარმოებები, ამოვიდა ირგვლივში წავიდა, აღარ დამიბრუნა. მე აღარ ვიცი რა ბედი ეწია იმ ნაწარმოებებს, მაგრამ ის კი ვიცი რომ იმამ სეიფში ჩაგდეს ნაწარმოებები. ალბათ ვიფიქრე მოეწონა, ისე რატო წაიღო? ხო, ნუ რა თქმა უნდა, ლოგიკის თანახმად ასეა. კი. და დავიწყე სასწავლებელში სწავლა. სხვადასხვის ერთი პატარა კურიოზის სახით კიდევ უნდა გითხრათ ის რომ ზუსტად გითხრათ ამას მე გიყვებით 47-48 წლის წინანდელ ამბავს ახლა და ზუსტად ამასაც პირველ კურსს ხურავდით თუ მეორეს მოეწყო დიდი კურსის მასშტაბით
ესე იგი კონკურსი კარნახის წერაში და მაყურებლისთვის უფრო გასაგები რო იყოს რომ კარნახი რას ნიშნავს მუსიკაში ესე იგი ზის თქვა მოსავლე ინსტრუმენტზე უკრავს პედაგოგი მას მხოლოდ ყურში ესმის იქ ვერ ხედავს კლავიშებს და ამ ყურში მოსმენის წეს ეს შეიძლება იყოს ერთხმიანი იყოს ორხმიანი იყოს სამხმიანი და ეს დანარჩენი ხმებიც ზუსტად უნდა ასახოს ფურცლზე ჩაწეროს მე ამ კონკურსზე სხვადასხვის გავიმარჯვე და პირველი ადგილი ავიღე რამაც ძალიან გამახარა მაგრამ უნდა გითხრათ კურიოზი რაში მდგომარეობს საჩუქრად გადმომეცა და დამაჯილდოვეს შოპენის, დვორჟაკის და ნოვაკაუსკის ისე სამგლოვიარო მელოდიებით. მეჩე დარწმული ფირფიტა გადმომეცა. მართალია რა საჩუქარი იყო მაინც რაც იქნებოდა. მაგრამ უბრალოდ კურიოზად აღვიქვიეს მე რომ სამგლოვიარო მარშები გადმომეცა საჩუქრად. მე კი მაინც ვიყენებდი ფირფიტას პროფესორად მე კი არა რამდენი მოდიოდა ჩემთან და თხოვობდა ამ ფირფიტას გარდაჩილებს მაგრამ იცით რა აი მოდით ახლა ასე ვთქვათ აი ეს ნაწარმოებები ძალიან გზნობი არია შეიძლება ესეც კარგი არის რომ თქვენ მას ისმენდით მთელი შეგნებით იმიტომ რომ აი როგორია ეს მელოდიები ხო მიცით რა ვამბობ აი როდესაც ბავშვს კანტილენას ასწავლი ხო ის ძალიან კარგი სმენელია მომავალ შეიძლება არ გააგრძელოს მაგრამ მუსიკალური განათლება მაშინ აი როდესაც ტექნიკურია რამე ხო ის შეიძლება რაღაცა ხარვეზები გაუშვა ცოტა შეცდომებიც გააპარო მაგრამ კანტილენა შემოსწრების ამ ხო მართალია იქ დახვეწილად თავიდან ბოლომდე ხარ შენ თვითონ ეული შენ თვითონ ხარ შენ თავზე დამოკიდებული და აი კიდევ ამბობ როდესაც ეს ჩქარი ტემპია იქ ხდება რაღაცების დამალვა მოდით სიმართლე ვთქვათ ხო და ის მელოდია რაც თქვენ ახლა ბრძანეთ ხო ცოტა გულის გამაჩუყებელიც არის აი ის ნიუანსები შეიძლება თქვენ სხვა ნაწარმოებში ვერ შეგეგრძნოთ მე ეხლა ეგ დავინახე და შეიძლება ვცდები მაგრამ მე ვფიქრობ რომ შეიძლება განგებაცად გააკეთენ რომ რაღაცა სენტიმენტალობაც შემოსულიყო თქვენში შეიძლება არა ხო სადაო საკითხია დიახ გზანეთ შემდგომში ხო და ასე მოხდა ეს სხვადასხვა ამ სასწავლებელში სწავლის დროს უფრო ცოტა გადავიხარე ესტრადისკენ და უფრო საესტრადო სიმღერებს წერდი ძირითადად ამას კიდევ ხელი შეუწყო იმან რომ მე შემდეგ საერთოდ ანსამბლში ერთ-ერთ ანსამბლში დავიწყე მოღვაწეობა გუში შენზე საუბრობდი შემოდგომის წვიმებთან ვუამბე რომ ჩემი ხარ და საყვარელი ვინმე ხარ წვიმას იქნება რეჯერა შენზე რომ გოცნებობდი მაგრამ მიკრომ ყოფილიყავ შემომეკოცნებოდი სახესაგი ფერკდალებდა ეკალური სიმორცხვე იცი გუშინ ღვთის მშობელთან სიყვარულზე ვილოცე დილით შაშვი მიგალობდა მზე და მიხდა აისდა რა ყოფილა სიყვარული გული გამიხარიცა
უშინ ხატებს შევავედრე ოცნებების ზედაშე მერე წვიმისვე და ჩერჩით იმ სველ ქუჩებს მე და შენ უშინ შენზე ვსაუბრობდი მთელი გამეხატებდა არ მეძინა და ეს დილა შენზე ფიქში გათენდა შენზე ფიქში გათენდა შენზე ფიქში გათენდა მერე გადავედი მეორე ანსამბლში კიდევ მე მიწვიესი შემდეგ როგორც კომპოზიტორი როგორც მონაწილე ასე ვთქვათ ანსამბლში მონაწილე და სხვადასხვა ჩემს სიმღერებსაც მღეროდნენ დიახ ჩემი მეგობრებიც და მეც ვასრულებდი ხო შემდეგ კიდევ გამოვიცვალე ანსამბლი გადმოვიდი ცოტა უფრო უცნობადი კი ცნობადი ანსამბლში და მოვაწეოდი ასე და გასროლებზე დავდიოდით, ვქმნიდი სიმღერებს, ნაწარმოებებს ვასრულებდი და ასეთნაირად ხიბლავდი მაყურებელს. ძალიან კარგია, მაგრამ ხო. უნდა გითხრათ ისიც რომ სხვადასხვა დაემთხვა ჩემი სასწავლებელში მოხვედრას, დაემთხვა ჩვენი გასროლები. ესე იგი მე რომ მოვეწყე სასწავლებელში 1 სექტემბერს ხო მივედი სასწავლებელში, სწავლის დასაწყებად და 16 სექტემბერს მოგვიწია კრასნოდარის მხარეში გასტროლებზე წასვლა. ნუ იქ ატყდა მთელი ამბავი რომ როგორ ესე 16 დღის მოსულია და ახლა დავითხოვ კიდევ და თან თვენახევრით წავედი გასტროლებზე. მაგრამ მაინც მე იმ დროს ქალაქომი და დარეკვებმა და ესე რომ არ ჩაიშალა ეს გასტროლები, თვენახევრით წავედი გასტროლებზე, მოვიარე და მივედი სასწავლებლში და დავჯექი ისევ გავაგზავნე სწავლა შემდეგ და ასე პატარა ისტორია. თან სწავლა და თან პრაქტიკასაც იღებდი. მოდით. კი, სხვადასხვა დიდი პრაქტიკა. დიდი პრაქტიკა ეს. ხო, ახსამში დაკვრა და სხვადასხვა მე დღესაც ვიტყვი ხოლმე რომ როცა რაღაცა სიმღერას ვწერ და იქ ჩანაწერს ვაკეთებ თქვათ ფონოგრამას მე რომ გამოცდილი მაქვს რომ იქ გვერდზე მიდგა დრამერი, იქ ბას გიტარა მიდგა აქ ხო ცალ-ცალკე წერა ნაწარმოებს პარტიებს და მე უკვე ვიცი აქ ბასი რას დაუკრავდა. იქ ხელთ ვკრიფავ იმ დრამსაც, მაგრამ უკვე ვიცი აქ სად გააკეთებდა, რას გააკეთებდა ეს დრამი და მაგის შემდეგ. ისე რომ დიდი ესე რომ წარმატებები შერავათი იყო ჩემი ანსამბლში დაკვრა ამასაც შედარებით ხო ამ შემთხვევაში თქვენ იცით თქვენს მოდით ასე ვთქვათ თვითკრიტიკაც შემოდის თქვენთან რომ თუ რამე არ მოგეწონათ მანამდე უკვე იმას რომ აჟღერებთ და ის მოდის მოქმედებაში თქვენ მე შემდგომ მე ასე ვფიქრობ რომ ყველა ადამიანი მე იმას ასწორებს რაღაც იმიტომ რომ შენ თვითონ რო ხარ კმაყოფილი ხო რაღაც თვით კმაყოფა არის ცოტა მართალი გითხრათ მე არ მომწონს ეს იმიტომ თვითკრიტიკა უნდა გიყვარდეს და თქვენ როდესაც ისმენთ თქვენს ნაწარმოებს უსმენთ უკვე სხვა ყურით სხვა ტვინი მუშაობდა რომ აი სად რა ჩასასწორებელი მაქვს იქნებ შეგვე გასასწორებელი მაქვს ეს ძალიან კარგია აი ეს არის შემოქმედებითი მუშაობა აი მაშინ ხდება როდესაც სცენაზე გადიხარ თორე ისე სცენამდე თუ არ გადიხარ თვითკმაყოფილი ხარ მე ასე ვფიქრობ და მაგრამ იქ სცენა უკვე სხვა რამ არის კი ნამდვილად სცენა აბსოლუტურად სხვა სხვადასხვა რაკე კლიპები ვახსენე ეხლა მაყურებელი მოისმენს ერთ-ერთ საახალწლო კლიპს ალბათ და მე მინდა კლიპის შინაარსობრივ გადმოგცეთ ჩვენ მოვიფიქრეთ ასე კლიპში მონაწილეებმა რომ ერთ-ერთი საახალწლო კლიპი მიგვეძღვნა ისეთი ადამიანებისთვის ისეთი საჯარო მოსამსახურებისთვის
რომლებსაც დღე და ღამე არ ზინავთ დიახ ჩვენ გვძინავს მშვიდად მათ არ ზინავს და მთელი ღამის მანძილზე ისინი ჩვენ პატრონობენ და მოყურების ქვეშ ვქევართ ვინ არიან ესენი ესენი არიან მეზობები რომლებიც მთელი ღამე გვიან ეზოებს და ქუჩებს იმიტომ რომ დილით რო გაივიძებ და გავხარ ქუჩაში სუფთად გაიარო ქუჩა იმალავს 5 საათზე იწყებენ ისინი მუშაობას და არ ზინავთ ღამე შრომობენ რომ თქვენ სუფთად გაიაროთ იმ ქალაქში დიახ ესენი არიან მედიცინის მუშაკები როცა თქვენ ზინავთ მაშინ ხიზლობ თქვენ და ვიტომ ამ ფიალით გულით გლოცავ ჩვენ მოგილოცავ ახალ წელს და ღმერთმა გახაროს თვით შობელმა თავის გალთა გაფრო გახაროს მოგილოცავ მრავალ ახალ წელს და გისურვებ თავ ბარაკას ფერს მოგილოცავ მრავალ ახალ წლის ღამეს მოგილოცავ მრავალ ახალ წელს გაგისურვებ კვლავ ბარაკას ფერს მოგილოცავ მრავალ ახალ წელს გაგისურვებ შვიდობიანზე მოგილოცავ მრავალ ისინი მორიგებენ მთელი ღამე რომ რამე რომ გაგიჭირეთ უცებ დარეკოთ და მოგაგთხოვთ და რა თქმა უნდა იშვება დიახ
ესენი არიან მეხალწეები, ნაშველები, პოლიციელები. და აი ამათ მიუძღვნით ეს კლიპი. დაკარგი რაღაცა არის. და მადლობა გადავუხადეთ ჩვენ აი ამ კლიპით, აი ამ საჯარო მოღვაწეებს. დიახ. შენ გავაგზავნოთ ჩვენ და ჩვენი გვაქვს კიდევ 15 წუთი და ბრძანეთ. ხო, ისე რომ მართალია ახლა ანსამბლში მოღვაწეობა ძალიან დიდი დრო არ დაიკავა, ჩვენთვის მაინც ეს იყო რაღაც შემდეგ 3-4 წელიწადში დაიშალა ეს ანსამბლიც და დავში ესე უფუნქციონად, ასე რომ ვთქვათ. დიახ. ერთხელ ქალაქში შემდგა, სადაც მოღვაწეობდი კულტურის პარკში, პარკის ბაზაზე იყო ანსამბლი. შემდგა ამ პარკის დირექტორი დიდი ამით მომიკითხა, მეც მოვიკითხე და ასეთ რამეს ვთავაზობს. დათო შენ მუშაობ? არ მუშაობ ამ წუთში. ეს კაცი წერდა პატარ-პატარა ნოველებს. დიახ. და შემოთავაზა ასეთი რამე რომ მე დავწერე სცენარი სპექტაკლისთვის. და სურვილი მაქვს რომ შენ თუ ძალიან რომ მიიღო მონაწილეობა და იმუშაო ჩემთან და ითამაშო სპექტაკლში. მე ცოტა როგორც გამიკვირდა მუსიკა და ვთქვათ სცენარი და თეატრი. თეატრალური სცენარი. შეიძლება ძმები არ არიან, მაგრამ ბიძაშვილები ხორიან და ხელოვნება. კი ბატონო. ხო და მაგრამ იცით ჩემ თავში დავფიქრე რომ ნეტა შემიძლია თუ არა მსახიობობა. და უარი არ მithქონს. ვთქვი კი ბატონო, მოვალდა ვიმუშაოთ. აქედან დაიწყო უკვე ჩემი თეატრალური მოღვაწეობაც. დიახ. ვითამაშე ერთ სპექტაკლში, შემდეგ მეორე სპექტაკლი დაიდგა, შემდეგ მესამე სპექტაკლი დაიდგა. ისე რომ მსახიობობასაც მივიღე ხელი. ამ თეატრს სხვადასხვა ახალგაზრდული თეატრი დაერქვა და რეჟისორობდა დიდი დამსახურებული ხელოვნის დამსახურებული მოღვაწე გოგი აბრამაშვილი, დიდი რეჟისორი იყო და სხვადასხვა მაგრამ გაიგო ეს რომ მე მუსიკოსი ვიყავი ძირითადად და ნაწარმოებს ვწერდი, შემოთავაზა მუსიკალური გაფორმება ამ სპექტაკლებს და გაუფორმე სპექტაკლები. ალბათ იმდენად კმაყოფილი იყო რომ შემდეგში ამ პიროვნებამ შემომთავაზა რომ მე ვიწვევი მაქვს ფოთის მისი სხვადასხვა ქალაქებში, კახეთში, იმერეთში, სახელმწიფო თეატრებში და თუ დამედგები გვერდში და წამოხვალო ჩემთან როგორც მუსიკალური განხორციელებელი ძალიან კარგი იქნება, კმაყოფილი იქნებია. მე ძალიან მომეწონა ეს იდეა ჯერერთი რომ ამხელა რეჟისორის გვერდით ყოფნა. რა თქმა უნდა. შემდეგ კი მუსიკალური სპექტაკლების გაფორმება. და მართლაც მიგვიწვიეს ფოთის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლი გავაფორმე, შემდეგ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში, ახალციხის სახელმწიფო თეატრში და აი ესე დავყავდი ამ რეჟისორს სპექტაკლების გასაფორმებლად. შემდეგში მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელშეკრულებით მეც მქონდა რაღაც გარკვეული ანაზღაურება, როგორც განფორმებელი მუსიკალურად. შემდეგ უკვე ჰონორარებიც დამენიშნა და აი ამ ჰონორარებით გარკვეულწილად ძალიან კარგი. ისე რომ დიდი როლი შეასრულა რეჟისორმა ჩემს ცხოვრებაში. ბატონო დავით, მე ახლა ჩვენ დავჭა 5 წუთი დანაშენი თქვენი კლიპი დავა და მე კლავ მინდა თუ რამე გასამატებელი თქვი ბრძანეთ და მე კიდევ მინდა რომ თქვენ კლავ წარგადგინოთ რომ ხართ კომპოზიტორი, გორის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი და კულტურისა და ხელოვნების ფონდის თავმჯდომარე. მინდა ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ და ვიტოვებ იმედს იმისა, რომ ჩვენ მომავალში შეხვდებით ერთმანეთს და რაღაცნაირად
თანამშრომლობას ვერ დავარქმევ, მაგრამ მეგობრობა უნდა გავაგრძელოთ და სიამოვნებით ყოველთვის თუ რამე სიახლე გექნებათ, დიდი სიამოვნებით შემატყობინეთ, მოგიწევთ, იმიტომ რომ მე ძალიან მაინტერესებს რეგიონებში რა ხდება. აქ მე კი ვადევნებ თვალს, მაგრამ გარეთ უკვე ვერ ვახერხებ ამას და ძალიან მინდა რომ თუ კი რამე გექნებათ სიახლე, მომიპატიჟოთ, ჩამოვალ ხარში და გიდგებით, რაც შემეძლება დაგეხმარებით და ასეთი წინადადება წამოვახენე თქვენს წინაშე და ასე რომ მე მინდა რომ თქვენ დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის და ჩემს ძვირფას მაყურებელს დავემშვიდობები, ვეტყვი მადლობას მოსმენისათვის და კვლავ მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი 2025 წელი და ეს 2027 წელი მადლიერებით, მადლობით რომ გავაცილოთ და ჩემს ქვეყანას უსწრებ პირველ რიგში სიმშვიდეს და გამარჯვებას ყველა საკითხში. მადლობთ რომ მოგესმინეთ. განაგონაზე მეც მინდა შევუერთდე ამ თქვენს სამადლობელს და გადაცემის ბოლოს მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა თქვენს ტელევიზიას, ქართულ ტელევიზიას და მინდა მოსმენისთვის და გაძლევისთვის, ჩვენი გაძლევისთვის ეს ძვირფას მაყურებელს გადავუხადოთ დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ მეულოცო დამდეგი ახალი წელი. წამდეთ, გჯეროდეთ რომ 2025 წელი იქნება დაწყნარების, მშვიდობის და ამინ და მე მინდა რომ თქვენ გადასცეთ თქვენს მეგობრებს ჩემი გულწრფელი სიხარული, მონატრება, მეგობრობა, ყველაფერი ერთად მოდი დავიღოთ და კიდევ ვამბობ რომ შემიძლია თუ არ შემიძლია დახმარება ნებისმიერ დროს თქვენს გვერდით ვიქნები. თუ კი რამე ღონისძიება გექნება, დამიძახეთ, ჩამოვალ, თუ მონაწილეობა თუ არა, ამათ არა შეიძლება, მეც მინდა გავეცნო გორში, როგორ მიდის ხელოვნების წაგში, ამაში ღონისძიებები როგორ ტარდება და ასე შემდეგ. 1000 მადლობა თქვენ. დიდი მადლობა თქვენ. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. 2025 წელს. ნახვამდის.
და ირგვლივ ყველაფერი ლამაზი ფირფები მოფინავენ ზეციდან თოვლის პაპას და თომარ შეცილდა ენაცვალო შენი პაპა რამას ხაწვია შემოთბილო ჩემო გულბაწია ღმერთო ჩემო არ მომაკლო მათი სიცილი ყველა ქართველს მიეცვილი შვილი Papiko, papiko, pisam ramat zaigo, churchela, kafedi, moparada zaigo. დავით ბექა მარიამ ეს ხომ მისი წილია ყველა შეხვდეთ ახალ წერს გაიღიმეთ რკინია Papiko, papiko, nachen muran ramigo, uduni, adecha, sathamasho gardecha. ნუ დარდო პატარა ამაზე კარს ვიყიდით დღეს ციხში წავიდეთ ვარდი ახალს გიყიდით Lamazi, pifkebi, sviva katkazidan, wavita, barakas, sviva zezidan. შევგზავნოთ გულღეროთ საქართველოს სამიერს სასმისდეს ჩვენი ხმა ჩვენი მრავალი ჟამიერი Lamazi, bashova, neta quelas clododes, emigran, dedicos, shvitan gatenebodes. სამშობლო ამ წერში ნეტავ გამხერდებოდეს შვიდობა ერთობა ამერ ხარჯებოდეს